პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები, უკვე ყოფილი თანამშრომლები შეიძლება ითქვას, მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნება ახორციელებს მათ წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, ვინაიდან როგორც ისინი ამბობენ, ისინი შეეწინააღმდეგნენ და გააპროტესტეს ირაკლი კობახიძის განცხადება 28 ნოემბრის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლამდე, რასაც მოჰყვა საჯარო მოხელეების პროტესტი, მათ საჯაროდ გამოთქვეს უკმაყოფილება ამ განცხადების გამო და მაშინაც თქვეს, რომ ეს განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლს და ასევე ისინი იყვნენ ხელმომწერები იმ პეტიციისა, რომელიც გავრცელდა იმ დღეებში. დღეს აქ საქართველოს პარლამენტთან იყო კვლევითი ცენტრის 3 თანამშრომელი მოსული, რომლებმაც გააკეთეს განცხადება. ისინი ამბობენ, რომ კვლევითი ცენტრის 5 თანამშრომელი იყო ისეთი, რომლებმაც გააკრიტიკეს ირაკლი კობახიძის განცხადება, თუმცა რა პოზიცია აქვს ცენტრის სხვა თანამშრომლებს, ჩვენთვის უცნობია. ამ ცენტრში, როგორც არის ჩვენთვის ცნობილი, 20-მდე პირი იყო სულ დასაქმებული. მოვისმინოთ ახლა მათი განცხადებები და შემდეგ დაგიბრუნდებით ისევ. კვლევითი ცენტრის თანამშრომლებიდან ხელმომწერი პირები მითითებულ ქმედებას ვაფასებთ, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული კეთილსინდისიერი თანამშრომლების მიმართ დაწყებული რეპრესიების მორიგ გამოვლინებას და საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქმედ თანამშრომლებში შიშის დანერგვის მცდელობას. ჩვენ აღნიშნულს მივიჩნევთ სისტემის მხრიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრებებისა და სხვა პოლიტიკური ნიშნით დევნისა და მარგინალიზაციის პროცესის დაწყების ღია აღიარებად. პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ. ჩვენ გამოვიყენებთ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში არსებული სამართლებრივი დაცვის ყველა მექანიზმს და ვიბრძოლებთ საკუთარი და ჩვენი კოლეგების უფლებების დასაცავად. ჩვენ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის ერთგულნი, ვემსახურებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ჩვენი აქტივობა იყო პეტიცია, სადაც გამოვხატეთ ჩვენი ერთგულება, განუხრელი ერთგულება საქართველოს კონსტიტუციის მიმართ და დავგმეთ ძალადობა, ძალადობას ვუწოდეთ ძალადობა და აქტივობა გაგრძელდა შემდეგ უკვე იმ რეპრესიული აქტის კრიტიკით, რომელიც დაინიცირდა ქართული ოცნების მიერ და რომელიც არის ცალსახად არაკონსტიტუციური აქტი. სისტემისთვის ვიყავით ჩვენ 5 ადამიანის საფრთხე და პრობლემა, მათ შეეძლოთ, რომ მხოლოდ ჩვენ 5-ის დევნა განეხორციელებინათ, მაგრამ გადაწყვეტილება შეეხო ყველას. საბოლოო წვეთი აღმოჩნდა რადიო თავისუფლებისთვის მისცემული ვრცელი ინტერვიუ, თუმცა ეს ყველაფერი იყო მოსალოდნელი, ეს ყველაფერი იყო დროის საკითხი, თუმცა სამწუხარო არის, რომ ამ ყველაფერთან ერთად იდევნებიან ის თანამშრომლები, რომლებიც არ აწერენ ღია განცხადებას ხელს და რომლებიც აგრძელებენ თავიანთ საქმეს. ირაკლი კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ათასობით საჯარო მოხელის პროტესტი მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტში მიიღეს დაჩქარებული წესით ცვლილება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რამაც გაამარტივა საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება და საჯარო სამსახურში რეორგანიზაცია და სწორედ ამის შემდეგ უკვე ასობით საჯარო მოხელე სხვადასხვა უწყებიდან გაათავისუფლეს სამსახურიდან ან არ გაუგრძელეს ხელშეკრულება.